მოგესალმებით მეგობრებო, კვირა დღეა და მინდა ერთი პატარა განმარტება გავაკეთო. პარამიდის ნაბოდიალებზე რა. ეს არის არ შემდგარი კომპლექსებიანი კაცი რა, როგორც მეტი წილი ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის მთავრობაში, ვისაც ახლა საქართველოში და თბილისში გვიცხოვრია, ყველამ ვიცით მათი ბიოგრაფია, ყველამ ვიცით მათი ცხოვრებისეული ბექგრაუნდი და არც ამ შემთხვევაში ვარამიძე არ არის გამონაკლისი რა ახლა ეს. რასაც მებრძოლი ბიჭები ნებისმიერი ბანაკიდან მოწმობენ, რომ ხანიკ დარბოდა, ხანაკ დარბოდა, იმას ავტომატი გამოართვა, იმას კასკადა ეს რაღაც საერთო სურათისთვის ჭირდებოდა, რომ ისევ და ისევ რაღაცა სარგებელი მიეყო მაგ სიტუაციიდან. ეს დღესავით ნათელი ახლა ვინც იცნობს ახლა საერთოდ მაგ კლასტერს. ხო და ესეც ხო ერთია რომ ერთი მხარე იძახის რომ სიტყვაზე წამოროშა ეს და შეიძლება რაღაცა სკეპტიკურად იყვნენ მაგ თემისადმი ხალხი განწყობილი რომ დავიჯეროთ ეს ისეთი ის არის რომ აი ესეთ რაღაცებს იძახის. მთელ ამათ პოლიტიკურ კარიერას რო გააყოლოთ თვალი, ხო? სულ ვიღაცაზე მუშაობდნენ, სულ ვიღაცის დაკვეთაზე იყვნენ. ანუ ამათ ხალხის მხარდაჭერა და საზოგადოების არ ქონიათ შევარდნაძიდან დაწყებული მათი არსებობის ბოლომდე 2012-მდე. ყოველთვის იყვნენ აი გარეთ ამკვეთზე დამოკიდებული, აი ის რას იფიქრებს, ეს ერთხელ ძალიან სწორად ახსნა შალვა პაპუაშვილმა, რომ აი იმდენად ქონდათ რა მორყეული ფესვები იგივე შევარდნაძესაც და მე ამ შევარდნაძის გამგრძელებლებსაც მაგათ, რომ ყველაფერი ქონდათ აგებული გარე ფაქტორებზე და ანუ იმდენად უკვე გაუსისხლხორცდათ ეს ნაძირლობა, რომ საკმარისია ვინმე გარედან შეპირდეს რაღაცა წარმატებას. ამ ყველაფერს უყო მანოთ ხელს მოაწერენ, აი თუნდაც ის ფრაზა ავიღოთ, რომ ისაო რა ქვია სალფეხზე დავდგეთო, რო გითხრა, რომ სალფეხზე უნდა დავდგეთო. ეს ახლა ამათი კლასტერის ბუნებრივი ის არის რა რეალობაა და ამიტომ ეს მე ჩემი აზრით გონია, რომ ვიღაცის დაკვეთით სადღაც უნდა ეთქვა რა ეს ამას იაგოსთან იტყოდა თუ ბაბუა ჩემპარმენთან მაგას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ეს მის სულში არის, ან წარმოიდგინეთ ესე იგი ამას რომ კაცი იძახის ესე არ არის რა, ესე აბდექი და ვთქვი. ამაზე სასტავში მსჯელობა მიდის, გაიგე, ანუ ამას განიხილავენ აი ამ სისულელეს, რომ აი კაროჩე რა, რომ აი ამაზე ბაზრობენ ტიპები. მე ამათი დედას შევეცი მართლა. ხო და მერე უბრალოდ სადაც იყო ამისი თქმის საშუალება, იქ თქვა რა ახლა და მაგას რაც მოყვა ნახეთ ხა ყველა ღირსეული და თავმოყარე ქართველისთვის ეგ წითელი ხაზია, ხო ახლა მე ჩემი ცხოვრების მანძილზე დავწერე კიდეც Facebook-ი და პირველი ჩეჩნეთის ომი და მეორეს დასაწყისი სადღაც იქ მომიწია ყოფნა, მერე დავბრუნდი საქართველოში სადღაც 98 წლიდან მე იქ აღარ ვყოფილვარ უკვე 98-ის ბოლოდან მე იქ აღარ ვყოფილვარ. ხო და იქ შესაბამისად ქონდა რა ახლა ურთიერთობა იგივე ბასაევთანაც, გელაევთანაც, ხანკაროვთანაც, რომელიც 94-ში მოკლეს სხვადასხვა პირველი აი პუტჩის დროს ჯოხარს რომ მოუწყვეს. ხო და ანუ ესენი ყველა აღნიშნავდა ამას, ბასაევს აქვს პირადად ჩემთვის ნათქვამი, რომ ტყვეებიო რომ გამოყვავდაო, აფხაზი ტყვეებიო რომ გამოყვავდაო ჩვენო ქართველების ტყვეობიდანო, ნასვამები იყვნენ, ნაკეიფრები იყვნენ რა. მე ხა იმას ვერავის ვექილად ვერ დაუდგები ხა. ნანობდა კიდეც რომ დღესო ვისაც ვებრძვითო და ვინც არისო ჩვენიო აი ყველაზე ხილული მტერიო, იმისი საქმე გვაკეთებინესო, მაშინ ახლა ასაკიც პატარა ქონდათ ახლა ჩვენთანაც ბევრს ქონდა პატარა ასაკი და რაღაცა შეცდომები დაუშვეს. ეს დრო იყო და პერიოდი იყო. არც ერთ წყაროში არ დასტურდება, რომ აი ქართველებს ახლა
ასეთი რაღაცა გაიგეთებიათ, მაგრამ ამას ახლა გიძახი კაცი შეჩემა რამოდენიმე მოწვევის დეპუტატი ეკავი თუ რაც იყავი, ხო ეხლა იმ დეპუტატობისთვის რაც გააკეთე ერთი ყველაზე მეტად რაც ახსოვს საქართველოს დსთ-ში რომ საქართველოს შეიყვანა. მე მინისტრი ეკავი ბიჭო შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი ეკავი თუ რა ჩემი შავიც იკავი, ხო ამას როგორ იძახი ამითი ხო აი სულში აფურთხებ, ხო აი რა ვიცი ყველას და შენ ქვეყანას აი ამას მე ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ეს დავალებით არ გააკეთა რა. ესენი ხო დავალებით მოქმედებენ. როგორც ახლა წეღარ ვახსენეთ ან ჩემი ხსენება რაში უნდა თქვა. მოვიხსნათ სათვალეები და შევხედოთ და ყველა ფერს დავარქვათ თავისი სახელი. ხო და არ ვიცი მე ამას აი ალბათ დაინტერესდება და დაინტერესდა ხო შესაბამისი ორგანო ახლა ამ ყველაფრის უკან რა იდგა, ვინ იდგა და რა პროცესების შემადგენელი ნაწილი იყო ეს. და ზოგადად ამ ადამიანებზე ხო ეს ყველანაირად მორალურად მოშლილი ხალხი არიან, ხო ეს აი რა ვიცი, რაღაც ამათვის კაცობა არ არსებობს, ამათვის არაფერი არ არსებობს, ხა არ მინდა ხა ჭორაობაში და რაღაცაში გადავარდე ხა. დაწყებული პირადიდან დამთავრებული ყველაფრით მახინჯი და ყველაფრით რაღაც ამორალური და ისეთი ასე ვთქვათ სასტავია რა ამათ ვერანაირ მორალზე, ზნეობაზე და მით უმეტეს პატრიოტიზმზე ვერ დაელაპარაკები რა ამათ ესენი 30 წელზე მეტია გამოზარდეს და ჩვენი უბედურება ის არის რომ მე მაგალითად ხა ჩემი თაობა ვერდები და ისევ აი ამას უყურებ ხო ახლა რა დროს ეგენი არიან დანარჩენზე სხვა დროს და ეს არის რა ვიცი სამარცხვინო ფაქტი და მისთვის არ არის ახლა მათი ტელეარხები პირიქით ცდილობენ რაღაცნაირად გააправონ და ეს არ პრავდება აი თქვენ თვითონ ხო მოისმინეთ ხო ახლა გეყოთ ნამუსი და თქვით ერთხელ მაინც რომ აი კარგით ჩემ ვერსიაზე არ წამოხვიდეთ და არ თქვათ რომ აი ეს დავალებით თქვა ის მაინც თქვით რომ ეს სირობა თქვა და ამის დედა შევეცი მაგრამ არ იძახით მაგას იმიტომ რომ თანამონაწილეები ხართ თანამონაწილეები ხართ ყველა იმ უბედურების რასაც ნაცმოძრაობა აკეთებდა და ეს ხალხი აკეთებდნენ და ეხლა რასაც აკეთებენ წარმატებები საქართველოს წარმატებები ჩვენ მომხრეებს და აბა კარგად ბრძანდებოდეთ